ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა და საცალო დაკრედიტების სექტორში არსებული რისკები და გამოწვევები განიხილა. შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ ქადაგიძემ და ბანკების წარმომადგენლებმა პრესას კომენტარის შეხვედრის შემდეგ მისცეს. ქადაგიძემ სამომხმარებლო დაკრედიტების სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი მნიშვნელოვნად იზრდება და შესაბამისად ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ მაღალია. ქადაგიძის განმარტებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს საკმაოდ ნორმალური ტენდენცია, თუმცა პრობლემა მაშინ დგება, როდესაც მომხმარებელი სესხის რესტრუქტურიზაციას აკეთებს და არსებულ დავალიანებას ახალი კრედიტით ფარავს, რაც დაკავშირებულია საკრედიტო პორტფელის რისკების ზრდასთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს მომხმარებელს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძვირად ღირებული საბანკო პროდუქტების გამოყენებისას, როგორიც არის საკრედიტო ბარათი და განვადება. არაეთიკური პოლიტიკა არის ზუსტად მაშინ, როდესაც ესა თუ საკრედიტო ინსტიტუტი თავაზობს ახალ სესხს, ძველი სესხის, ძველი პრობლემის გადასაფარად, როგორც წესი ეს არის მხოლოდ დროებითი მოგვარება საკითხის და არა ფუნდამენტალური, შესაბამისად თითოეულ ესეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა ამავე დროს მინდა აუცილებლად ასევე შევეხო მომხმარებლის მხარესაც და კიდევ ერთხელ ვთხოვო, გავაფრთხილო, მოუწოდო მომხმარებლები, არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად ხელმოწერის დროს, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორც არის განვადებები, ძვირადღირებული ტელეფონი, სხვა ფუფუნებისაგნის, ასე ვთქვათ, საკრედიტო გზით შეძენა, საკრედიტო ბარათები, გადაფარვა, ეს ყველაფერი არის ყველაზე ძვირიანი პროდუქტი საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. შეხვედრას კომერციული ბანკების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ასმუს როტნე ქადაგიძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქართული საცალო დაკრედიტების სექტორში სამომხმარებლო სესხები ჭარბად გაიცემა. ბატონმა ქადაგიძემ დააყენა საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ძალიან დიდი ოდენობით სამომხმარებლო და მიკროსესხი ქართულ საბანკო ბაზარზე და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ის მართალია. შესაძლებელია, რომ ქართული საბანკო ბაზარი მართლაც რომ გაჯერებულია საცალო სამომხმარებლო საკრედიტო პროდუქტებით. მაგრამ ვისი ბრალია, რომ ეს ასეა? ჩემი აზრით, ამ საკითხს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ მომხმარებელმა უნდა აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ სესხზე. უნდა დაფიქრდეს, რამდენად მართებულია ფუფუნების საგნების და მაღალ ტექნოლოგიური საგნების შესაძენად კრედიტების აღება. თუ ჯობს დანაზოგი გააკეთოს და შემდეგ შეიძინოს. ეს ის პოლიტიკაა, რასაც ჩვენ პროკრედიტ ბანკში მხარს უჭერთ. მეორეს მხრივ, ბანკებსაც აქვს პასუხისგებლობა, რომ მათ გაითვალისწინონ მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად გადახდის უნარიანი იქნება ის. არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოება და ბანკები გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის სესხებთან დაკავშირებით იქმნება ძირითადად პრობლემები და აღნიშნა, რომ ბანკები მეტად გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებულნი უნდა იყვნენ საცალო სესხების გაცემისას. თავის მხრივ სესხის აღებისას მომხმარებელმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისგებლობა და უკეთ გაერკვეს სესხის გადახდისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში. აღინიშნა შეხვედრაზე, რომ ხშირად პრობლემა იქმნება მცირე სესხებთან დაკავშირებით, რადგანაც ადამიანების შემოსავლები ხშირად არ შეესაბამება იმ სესხს, რასაც ისინი იღებენ. ბანკის თავარი ინტერესია, რომ მან სესხი გასცეს. თუ ის სესხს არ გასცემს, ესე იგი თქვენ ვერ ხართ პოტენციურად გადამხდელი. ამიტომ ჯობია, რომ საერთოდ არ აიღოთ მსგავსი სესხი. ფინანსური განათლების თემაც დაისვა დღეს შეხვედრაზე ის, რომ მოსახლეობა ჯობს, რომ უფრო ფინანსურად განათლებული იყოს, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს იმ კონკრეტული საბანკო პროდუქტის შესახებ, იმ სესხის შესახებ, რომელსაც იღებს, ამ მხრივ ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს. მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ქადაგიძემაც ისაუბრა. ასევე დააკონკრეტა, თუ რატომ არის მაღალი საკრედიტო რისკი ეროვნული ბანკის შეშფოთების საგანი და რა გზით შეეცდება ის არსებული რისკების შემცირებას. პირველი საცალო დაკრედიტების სეგმენტი და სამომხმარებლო სეგმენტი შეადგენს ჯამური საკრედიტო პორტფელის 40%-ს. ეს არის ყველაზე დიდი წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში. რა თქმა უნდა, მისი სიჯანსაღე და გადახდის უნარიანობა არის პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებული კონკრეტული ბანკის ფინანსურ სიჯანსაღესთან და მთლიანი საბანკო სისტემის სიჯანსაღესთან. თუ თქვენ კითხვას მისვავთ, საერთოდ რატო არ რეგულირებთ ბანკებს, მაშინ რა თქმა უნდა, მაგ კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონკრეტული მომხმარებლის და კონკრეტული ბანკის პრობლემა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. აქ არის ორი მიმართულება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. პირველი, ეს არის საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება
კლიენტის მოთხოვნილებებზე ერთის ბანკების მხრიდან მაქსიმალური პასუხისგებლობით მოკიდება ამა თუ იმ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება კლიენტს წარმოექმნას ვალის მომსახურების მხრივ და მეორეს მხრივ ფინანსური განათლების მაქსიმალური ამაღლება და მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტების, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მომხმარებლების პასუხისგებლობასა და განათლების პროგრამაზე ისაუბრა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმაც. მისი თქმით, საქართველოს ბანკის ფინანსური აკადემია მომხმარებელს უსასყიდლოდ შესთავაზებს კურსებს, რომელიც მათ ბიუჯეტის მართვაში დაეხმარება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გათვითცნობიერებული მომხმარებელი ბანკისთვის უფრო მაღალ შემოსავალს ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ინფორმირებული სესხის აღების დროს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მან წაიკითხოს ხელშეკრულება. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტი მართოს სწორედ და სწორედ ამიტომაც სექტემბრიდან საქართველოს ბანკი თავაზობს თავის მომხმარებელს, რომ სრულად უფასოდ მიიღოს ჩვენ ფინანსურ აკადემიაში კურსები, რომელიც დაეხმარება მათ ეს ბიუჯეტის მართვაში. ბანკის ინტერესი ბუნებრივი არის ის, რომ ადამიანი იყოს, ჩვენი მომხმარებელი იყოს კრედიტუნარიანი, იყოს კარგი გადამხდელი, არანაირი ინტერესი არ ბუნებრივია, რომ ბანკმა გაცეს შესაბამისად ცუდი სესხი. ბუნებრივია, რომ არ შეიძლება რომ ყველა სესხი ჩვენ სწორედ გავცეთ ერთი და მეორე გარემოები იცვლება ბუნებრივია, ხო? ანუ ადამიანს შეიძლება დაკარგა სამსახური, შეიძლება შემოსავლები რაც ქონდა გათვლილი, რომ შემოვიდო და ვერ შემოვიდო და ასე შემდეგ. შესაბამისად, მაგრამ ამის წილი თვითონ თლიან გაცემულ სესხებში არის ძალიან მცირე. ანუ ასე ვთქვათ, გადაუხდელი სესხების რაოდენობა პროცენტულად რიტეილში არის რაღაც 2%-ზე ნაკლები. გილაური მოუწოდებს მოსახლეობას, როდესაც ბანკები მათ სესხს არ აძლევენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი სესხის მომსახურებას ვერ შეძლებენ და კერძო მევახშესთან არ უნდა წავიდნენ. პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორის ასმოს როტნეს აზრით, პრობლემა შესაძლოა ბანკების ბონუს სისტემაშიც იმალებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ორივე მხარის პასუხისგებლობაა. თითოეულ ადამიანს აქვს პასუხისგებლობა არ აიღოს ის სესხი, რომლის მომსახურებასაც ვერ შეძლებს, თუმცა ბანკსაც აქვს პასუხისგებლობა. თუ ბანკი შექმნის ბონუს სისტემას, რომლის მიხედვითაც კრედიტ ოფიცრებს ბევრად მაღალი ხელფასები ერიცხებათ, თუ ისინი სამომხმარებლო სესხებს გასცემენ, მათზე ვისაც ის არ სჭირდებათ და ვისაც გაუჭირდებათ გადახდა, რა თქმა უნდა, სესხის მომსახურების პრობლემა დადგება და ამ პრობლემაზე პასუხისგებელი ბანკიც არის. ჩემი აზრით, მომხმარებელმა თავად უნდა აირჩიოს, რომელ ბანკში წავა, მაგრამ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს სექტორული რისკი. დააწესებს თუ არა ეროვნული ბანკი დამატებით რეგულაციებს ეგრეთ წოდებულ საკრედიტო მახეების თავიდან ასაცილებლად ჯერ ცნობილი არ არის.